ჰადისებს ვკითხულობთ, წინა დღესაც ვისაუბრეთ ჰადისებთან, სუნნეტთან დაკავშირებით, რომ ისლამის ძირითადი ბირთვი არის ყურანი კერიმი. შემდგომ ყურანი კერიმის გარეწრე, რომელიც ყურანი კერიმის გარედან აკრავს ამ ბირთვს, ეს არის სუნნეთი, შუამავალ ალეისალათუესალამის სუნნეთი და შემდგომ სწავლულთა განმარტებები და მათი შეხედულებები. ისლამის ძირითადი საყრდენი ყურანი და სუნნეთია. სუნნეტთან დაკავშირებით სამწუხაროდ ორი უკიდურესობის წინაშე დგას მუსლიმი საზოგადოება. ერთი უკიდურესობა არის იმაში, რომ სუნნეთის სახით გადმოცემულია ძალიან ბევრი ჰადისი. ამ ჰადისებს შორის, რა თქმა უნდა, არის ისეთი ჰადისები, რომლებიც შუამავალ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამს არ უთქვამს და დააბრალეს. სხვადასხვა მიზეზები იყო ამისა დაბრალებისა. სხვადასხვა ინტერესები იყო. ზოგი თვლიდა, რომ მოდი შუამავლის სახელით გამოვიგონებ რაღაც ჰადისებს, რომელიც ხალხს ლოცვაზე, ზიქრზე წაახალისებს. ზოგის მიზანიც იყო, რომ ისლამში ცვლილებები მოეხდინათ. ზოგს პოლიტიკური მიზნები ჰქონდა, და რომ ეთქვა, რომ ეს ჩემი აზრი არისო, არავინ დაუჯერებდა, მაგრამ შუამავლიანმა თქვა, რომ იტყოდნენ და უფრო ადვილად დააჯერებდა ხალხს და ასე შემდეგ. ასეთი მიზეზების გამო ისტორიის მანძილზე საკმაოდ ბევრი ჰადისების შეთხზვა მოხდა. სწორედ უკიდურესობა იმაში მდგომარეობს, რომ ერთი უკიდურესობა არის ის, რომ ხალხი, ზოგიერთი ხალხი საერთოდ არ უკვირდება ეს ჰადისი რამდენად სანდოა, რამდენად მიდის შუამავალ ალეისალათუესალამამდე, რამდენად არ მიდის და ასე შემდეგ. გეიგონა ჰადისია ყველას ეიღებს. გეიგონა ჰადისია ყველას მოქმედებს. სუნნეთი ბიდათი აღარ ერჩევა. ერთი უკიდურესობა ეს არის. არასწორია. შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამმა ბრძანა, ვინც ჩემს შესახებ შეგნებულად იცრუოს, ვინც მე ტყუილი დამაბრალოს, იმან ჯეჰენემის ცეცხლისთვის გაემზადოს. ასევე ბრძანა, ვინც აკეთოს ისეთი საქმე, რაც მე არ დამივალებია, ის ყაბული არ იქნება. მეორე უკიდურესობა რა ხდება? მეორე უკიდურესობა გვაქვს ის, რომ არიან ამ ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ საზოგადოება, რომელმაც წეს, რომ ამდენი გამოგონილი ცრუ ჰადისებია, ჩვენ ვეღარ ვარჩევთ რომელია ცრუ, რომელია სანდო და მოდი ჰადისები მთლიანი გადავყაროთ, წავშალოთ, აღარ გვჭირდება, ყურანი გვეყოფა. ერთი უკიდურესობა, რომ ყველაფერს, რასაც მოყვება ჰადისად აღიარებს, მეორე უკიდურესობა ის, რომ მთლიანად ჰადისების წაშლა უნდა. ეჰლი სუნნეთის გზა შუალედური ოქროს შუალედი არის. ისლამს ალჰამდულიլლაჰ ყავს სწავლულები, რომლებიც ამ საკითხში ჩახედულები არიან, ამ საკითხში საკმაოდ დიდ კომპეტენციას ფლობენ და მოახდინეს ამ ჰადისების დახარისხება. შესწავლა გადმომცემთა ჯაჭვების, თვითონ ჰადისის ტექსტების და ასე შემდეგ შესწავლა მოახდინეს და თქვეს, რომ ეს ჰადისები სანდოა, ეს ჰადისები არ არის სანდო და ამის სპეციალური ლიტერატურა არსებობს და ჩვენი ვალია ვიხელმძღვანელოთ ამ ლიტერატურით და მივყვეთ სანდო საჰი ჰადისებს. არა, არც გამოგონილ პეღამბერზე დაბრალებულ ჰადისებს არ უნდა მივყვეთ და არც მთლიანად არ უნდა უარყოთ ეს ჰადისები და სუნნეთი. მათი არგუმენტი ის, რომ ბევრია ცრუ ჰადისები გამოგონილი და ჩვენ ვეღარ ვარჩევთ რომელი ნამდვილია, რომელი ტყუილია. ამის გამო ყველა გადავყაროთო, არა გულწრფელი მიდგომა არის. რადგანაც ფული არ არსებობს ყალბიდან ნამდვილი, კი ბატონო არსებობს, მაგრამ ეს ხალხი არ ამბობენ, რომ ფული ბევრი ყალბია და მოდი ფული საერთოდ არ გვინდა გადავყაროთო. არ ამბობენ.
ცდილობენ გაარკვიონ რომელია ნამდვილი და რომელია ყალბი. ოქრო სამკაულები არ არსებობს, ყალბი და ნამდვილი არსებობს. რომელიმე მათგან იგი ნახავთ რომ გადაყაროს თლიანი რომ არ მჭირდება არც